ევთო-ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოწვევა ძალიან გვიან მიიღეს. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. სიმართლე გითხრათ, მე ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის ხო თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაერთონ. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა, რა თქმა უნდა, არა, რადგან ქართული ოცნების გარდა დადასტურებულად არ ქონდა არც ერთ სხვა პარტიას გაცხადებული მონაწილეობდა თუ არა და ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას და ერთმანეთს აბულინგებდნენ და თუ მარტო ქართული ოცნება იქნებოდა, რა თქმა უნდა, დამკვირვებლების მოწვევა უკვე გარკვეულწილად აზრსაც კარგავდა. ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ეჭვი-არ-ეპარებათ, რომ ქართულმა ოცნებამ განზრახ დააგვიანა ევთო-ოდირის მოწვევა. მათთვის კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს პროცესი რუსული სპეცოპერაციაა. ევთო-ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება ოცნების მიერ და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე დაკვირვებაა აუცილებელი. ეს კი ოცნების რეჟიმის ინტერესში არასდროს შედიოდა, ოცნება არჩევნებს არჩევნებამდეც აყალბებდა, ამის პრაქტიკა გვაქვს და იგივე განზრახვა აქვს ახლაც. რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ევთო-ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ევთო-ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი წუხს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ევთო-ოდირი არ დააკვირდება და ამავდროულად მზადყოფნას გამოთქვამს დაარეგისტრიროს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებზე დასაკვირვებლად დადგენილ ვადებში მიმართავს. ცესკოს 10 სექტემბრის მონაცემებით კი ასეთი სურვილი რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა. ესენია იორდანიის, ტუნისის, მალდივის, თურქეთის, ეთიოპიის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სამხრეთ აფრიკის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, ფიჯის, სლოვაკეთის, სომხეთის, ფილიპინების, ესტონეთის, ალბანეთის, საარჩევნო თუ სარეფერენდუმო კომისიები და ასოციაცია ალტერფაქტი.